საქართველოს ნაკრებმა სომხეთი დაამარცხა, რაც იმას ნიშნავს, რომ შემდეგი სეზონიდან ისევ ერთა ლიგის B დივიზიონში ვითამაშებთ. ახლა წინ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი გველოდება, რომელიც სტარტს სექტემბერში აიღებს. მსოფლიო შესარჩევზე საქართველოს ნაკრები E ჯგუფში იქნება თურქეთის, ბულგარეთის და ესპანეთის ნაკრებებთან ერთად. ჯგუფის პირველ შეხვედრას შინ 4 სექტემბერს თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ გაუმართავდა. გამომდინარე იქედან, რომ FIFA 2026 წლის მუნდიალზე გუნდების რაოდენობა 36-დან 48-მდე გაზარდა, ლოგიკურად გაიზარდა მსოფლიოზე მოხვედრის შანსიც. საგზურის მოსაპოვებლად ჯგუფში უნდა დავიკავოთ პირველი ადგილი, რაც გარანტირებულად ნიშნავს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს. მეორე ადგილის შემთხვევაში გადავდივართ პლეი-ოფში, სადაც მსოფლიო შესარჩევიდან გასულ 12 მეორე ადგილოსან გუნდს შეუერთდება ერთა ლიგის 4 გუნდი. ეს 16 გუნდი წვილდება და ნახევარფინალის და ფინალის პრინციპით ევროპისთვის დარჩენილი 4 საგზურისთვის იბრძოლებს. წარმატებები ჩვენს ნაკრებს იმედია მსოფლიოზე შევხვდებით.